მოგესალმებით, დღე მე-9 დღეს ვისაუბრებ switch case-ზე, მაგრამ მანამდე მინდა გაგაცნოთ ჩვენი სიახლე. 10 მარტს ვიწყებთ front-end beast modes. ეს კურსი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც მოყვება ყოველ დღე და იგებს JavaScript-ის ფუნდამენტალებს, შესაბამისად front-end beast mode-ზე თქვენ დახვდებათ. Advanced JavaScript-ი, უშუალოდ front-end-ის მიმართულებით და ასევე React-ი. ესეც beginner friendly და advanced მიმართულებით. შესაბამისად კურსის დასრულების შემდგომ თითოეული სტუდენტი იქნება middle front-end developer-ი, დიახ, არ junior, არ middle front-end developer-ი, შესაბამისად თქვენს პორტფოლიოში გექნებათ +10 პროექტი, ძალიან მაგარი, იმდენად მაგარი, რომ საქართველოს ბაზარზე თავისუფლად შეძლებთ middle front-end developer-ად დასაქმებას და არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, საერთაშორისო ბაზარზე, დიახ. აი, დღეს გვექნება switch case-ი, update-ებს მოგაწვით დროთა განმავლობაში და შესაბამისად ასევე გაგიზიარებთ სარეგისტრაციო ფორმას და ასე შემდეგ. Upcoming ვიდეოებში. შესაბამისად, ეხლა ვკონცენტრირდეთ JavaScript-ზე. JavaScript-ში ჩვენ დაგვრჩება რომ შექმნათ folder-ი. ამ folder-ში უნდა შექმნათ index.html-ი, გადავედით უკვე ფაილში წერაზე, შესაბამისად, აქ მექნება მე script tag-ი, სადაც შემოვაიმპორტებ ჩემ JavaScript-ის files. აქ უნდა დავწეროთ defer, იქიდან გამომდინარე head-ში ვაიმპორტებთ ჩვენ JavaScript-ის files. და ასევე ჩვენი index.js. აი, მოდით დავიწყოთ. დღევანდელი ჩვენი სალექციო თემა არის switch პირობა JavaScript-ში. და დღეს გავიგებთ როგორ ვიყენებთ switch პირობას. ეს არის კიდევ ერთი გზა, რომ გავუმკლავდეთ მრავალ პირობას JavaScript-ში. თუ ბევრი if-else პირობა გვაქვს, უფრო მარტივი გამოსავალია switch-ი და მოდი შევხედოთ როგორ მუშაობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მოდი დავადეფაინდებ ერთსვლად var day, მოდი იყოს 3. აი ესე, და აქ შეგვიძლია უკვე გამოვაყენოთ ჩვენი switch-ი, სადაც ჩავწერთ კონკრეტულად day მონაცემზე, ხო, date სვლადზე, გვაქვს როგორი სიტუაცია. ამ შემთხვევაში ვადეფაინებთ case-ებს, მაგალითად case. თუ იქნება ეს ჩვენი day 1, ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ console-log Monday, console-log დავლოგოთ აქ. დავაბრეიქოთ ჩვენი case-ი, ასევე აქ შეგვიძლია ხა case. მაგალითად 2 დავწეროთ. აი, მოდი, ავტომატური არ გვინდა, ამ შემთხვევაში 2 დავწეროთ. 2 შემთხვევაში მინდა რომ console გამოვიტანოს Tuesday და აქაც დავაბრეიქოთ. ასევე დავწეროთ მესამე case-ი. Case-ი იყოს, მოდი, 3. ხო, რაც გვაქვს და აქ console-ი Wednesday გვექნება, აქ ისევ დავაბრეიქოთ. და აქ მნიშვნელოვანია რომ ყველა case-ი თუ არ დაემთხვა, ხო, როგორც if, მერე if else და ბოლოში გვაქვს else, ხო, ანუ არც არაფერი თუ არ დაემთხვა ჩვენ პირობას, მაგ შემთხვევაში რაღაც default-იც უნდა გქონდეს. შესაბამისად, აქ მექნება default რაღაცა default value და ამ შემთხვევაში შემიძლია console-ში გამოვიტანო invalid day. ყოველი case-ი ამოწმებს ემთხვევა თუ არა day-ს, ამ შემთხვევაში ცვლადის მნიშვნელობა მის მნიშვნელობას. ამ შემთხვევაში ცვლადის მნიშვნელობა გვაქვს სტატიკურად 3 და შესაბამისად ვამოწმებთ რომელიმე მნიშვნელობა თუ დაემთხვა. break შეწყვეტს კოდის შესრულებას, როდესაც შესაბამისი case მოიძებნება. ამიტომ გვჭირდება break-ი. თუ არც ერთი case-ი არ დაემთხვა, მაშინ default block-ი შესრულდება, როგორც ვისაუბრეთ, როგორც სათადარიგო ვარიანტი, ხო, ზუსტად ანალოგიურად როგორც else. Switch განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა საქმე გვაქვს მრავალ ვარიანტთან. როგორიცაა კვირის დღეები, მაგალითად, ან მენიუს არჩევანი. შეგიძლიათ თავად სადოთ switch case-ი, ნახოთ კოდში როგორ გამოიყენებთ, როგორ მუშაობთ, ხო, მაგალითად, ამ შემთხვევაში ჩვენ day გავაკეთეთ, თქვენი task-ი იქნება რომ გააკეთოთ მენიუზე. კონკრეტული შემთხვევა, მოდი შევხედოთ კონსოლშიც რამე თუ დაგველოგება. შემთხვევაში რომ გადავა refresh-ოთ. script.js. ძალიან კაი ერორია. და მოდი შევხედოთ, ხო, ამასაც გავეცნობით. ნუ იდეაში აქ scripts ვაიმპორტებ, ახლა მე მჭირდება index.js.
დეკარდა ლოგოც კიდევ ერთხელ, ხო, ესეც პატარა მინი ფოტოსავით გამოგვივიდა და გულოგება Wednesday. შესაბამისად, გამოიყენეთ switch case-ი, უბრალოდ გაეცანით, ნახეთ, task იქნება მენიუზე აღწერაშიც დაგიტოვებთ და შესაბამისად დროებით მე-10 დღემდე.